ის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. და უკვე მეორედ თქვა უარი ჟურნალისტის პატიმრობის გადახედვაზე. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უფლებადამცველების სარჩელი ამჯერად მოსამართლე ვერა დოლიძემ ცნო დაუშვებლად. ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14 თებერვლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ. მაშინ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გადაწყვიტა უფლებადამცველების შუამდგომლობა ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ეცნო და მიუხედავად საქმეში არსებული ახალი გარემოებებისა მოშიმშილე ჟურნალისტი პატიმრობაში დაეტოვებინა. სასამართლო რეალურად არ შედის მსჯელობაში შინაარსობრივად, რიგ შემთხვევაში პროკურატურის როლს თვითონ ირგებს, რომ ამ მტკიცოს პატიმრობის აუცილებლობა, რიგ შემთხვევაში კი ჩვენს არგუმენტებს საერთოდ თავიდან ირიდებს და არ მსჯელობს. ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით მიმართეს. მათ შორის ისინი მიუთითებენ, რომ გაყალბებულია ადმინისტრაციული დაკავების ოქმი. მზია ამაღლობელის პირველად დაკავების ოქმი, რომელიც პროკურატურამ გამოიყენა არგუმენტად, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სწორედ პატიმრობა შეეფარდებინათ. პირველი წარდგენის ხდომაზე არგუმენტი სასამართლოს მხრიდან იყო ეს, რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, სადაც პროკურატურა ამბობდა, რომ მათ უნდა გამოეკითხათ სხვა მოწმეების გარდა პოლიციელებისა და მათზე შეიძლებოდა ქალბატონ მზიას რაიმე ზემოქმედება მოიხდინა. ეს არგუმენტები, რა თქმა უნდა, სრულიად ჰიპოთეტური იყო, თუმცა ეხლა უკვე სრულიად გაქარწყლებულია ეს თეორიული დაშვებებიც კი, ვინაიდან საქმეს მხოლოდ 4 პირის ჩვენება დაემატა და ეს 4 ადამიანიც პოლიციელია. გარდა ამისა, მითითება იყო იმაზე, რომ ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს, იქედან გამომდინარე, რომ თითქოს ადმინისტრაციული წესით, რადგან იყო იგი დაკავებული, რეალურად ეს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი უკანონოა, ამაზე ჩვენი ვიდეო მასალა წარდგენილი იყო, რომ იმ მუხლით, რომლითაც იგი დააკავეს, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა დაკავებას, მას არანაირი პოლიციელის შეურაცხყოფა არ ჩაუდენია, მხოლოდ სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს იგი, რაც არ ჩინაგან. მას, რომ მოსამართლემ წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელის ადვოკატების სარჩელი, ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ უფლებადამცველები დაურთავენ საჩივარს, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად ამზადებენ. მზია ამაღლობელი 11 იანვრის ღამეს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორჯერ, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს, ჯერ სტიკერის გაკრისთვის, შემდეგ კი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ჟურნალისტი დაკავების დღიდან 38 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელმა გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ 18 თებერვალს მიიღო.